წლებში თბილისმა ამ უძველესმა ქალაქმა თანამედროვე ელვარება შეიძინა გამჭვირვალე შენობებით, რომელიც ერთი შეხედვით მანქანის შოურუმებს გავს, თუმცა ახლოდან თუ დააკვირდებით, ეს პოლიციის შენობებია, სიმბოლო ახალი გამჭვირვალობის, რომელსაც საქართველო 2003 წლის ვარდების რევოლუციის შემდგომ ახორციელებს. ზოგიერთები ფულს იმაშიც იხდიდნენ სახლში, რომ შუქი გქონოდათ, რადგან ამ პერიოდში დენი გრაფიკით მიეწოდებოდათ, თუმცა 2003 წელს ცვლილებების განხორციელება დაიწყო. ქვეყნის პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი გახდა და ქართველებს იმას შეჰპირდა, რაც მათ არასდროს ქონიათ, გამჭვირვალობას, პოლიციის გამჭვირვალე განყოფილებებსა და განახლებულ პოლიციას. როგორც ჩანს, პოლიციისა და საჯარო სერვისის სახლების ქრთამისაგან გაწმენდით საქართველომ შეუძლებელი მისიის შესრულება შეძლო. მსოფლიო გამჭვირვალობის რეიტინგში, სადაც საქართველო ბოლოსკენ იმყოფებოდა, დაწინაურდა და ევროკავშირის რამდენიმე სახელმწიფოსაც კი გადაასწრო. თუმცა ზოგიერთი ქართველი ჩივის, რომ მათ ახალ გამჭვირვალე სისტემას მკაცრი შეზღუდვები აქვს. საქართველომ ბევრს და სწრაფად მიაღწია. ქვეყნის ისტორიაში არასდროს ყოფილა აქამდე ასე რთული კორუფციის მიჩქმალვა. თუმცა საქართველოში განვითარებული მოვლენები მიუთითებს, რომ კაშკაშა სასახლეები არ არის ტოტალური გამჭვირვალობისა და კანონის უზენაესობის გარანტია, სანამ თავიანთ შუშის სასახლეში მყოფი პოლიტიკოსები ქვებს ისვრიან.